ამასობაში პრეზიდენტი ტრამპი როგორც იუწყებიან თეირანში ვიზიტის წინ პაკისტანის არმიის მთავარსარდალს მიმართა. სამაწყარომ სააგენტო Reuters განუცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი პაკისტანის ლიდერს თხოვს დაეხმაროს ირანის დაბრუნებაში მოლაპარაკებების მაგიდასთან. ასევე იუწყებიან, რომ მან გასუკვირას დაურეკა ფელდმარშალ SM მუნირს, რომელიც ახლა თეირანშია პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად. სამხედროები ვიზიტს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მცდელობა დაფასებენ. ეხლა ჩვენთან ერთად ზუმით ავსტრალიიდან ერთვება გეოპოლიტიკური სტრატეგი და საგარეო პოლიტიკის კონსულტანტი ჰასან პირზადა. მადლობა რომ შემოგვიერთდით. დიდი მადლობა მოწვევისთვის ემილი. რა თქმა უნდა, რატომ იმართავს პრეზიდენტი ტრამპი კონკრეტულად პაკისტანის არმიის მეთაურს, რომ დაეხმაროს ამ მოლაპარაკებების განახლებაში? ფიქრობ, პაკისტანის არმიის მეთაური არის ტრამპთან არაოფიციალური არხი. ჯერ კიდევ არსებობს მიზეზი, ჯერ კიდევ არსებობს გზა მშვიდობისკენ, ასე ვფიქრობ. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, როგორც თქვენ ამბობთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მიმართა ასიმ მუნირს, ფელდმარშალ ასიმ მუნირს, და ასე ვფიქრობ, სთხოვა პაკისტანს გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა ირანი მოლაპარაკებებზე დააბრუნოს. მეორე მხრივ, როგორც იცით, ირანზე ზეწოლას ახორციელებენ ეკონომიკური სანქციები. ფიქრობ, ეს ყველაფერი გეუბნებათ იმ დობის დონეზე, რომელიც ვაშინგტონს ამჟამად პაკისტანის მიმართ აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ პაკისტანმა საკუთარი ნებით აიღო დიპლომატიური როლი, რომელიც არავის უთხოვია. მაგრამ ტრამპი სპეციალურად მიმართავს მუნირს, რადგან სჯერა, რომ ასიმ მუნირი შეძლებს თეირანში იმ გზავნილის გადაცემას, რასაც ვაშინგტონი ამჟამად თავად ვერ ახერხებს. მე ვფიქრობ, რომ პაკისტანს აქვს რაღაც ისეთი, რაც ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს. ამჟამად მას აქვს საქმიანი ურთიერთობა ვაშინგტონთან, კარგი ურთიერთობა თეირანთან, როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო მხარესთან. ასევე აქვს ღრმა სამხედროებს შორის კონტაქტები თელ რეგიონში, განსაკუთრებით კი მოქმედი თავდაცვის შეთანხმებით საუდის არაბეთთან და თურქეთთან. ასე რომ საიედ ასამ მუნირი, მთავარი მარშალი, ფელდმარშალი, ჩემი აზრით, ამჟამად ამ სისტემაში უნიკალურ პოზიციაშია, რომ ეს გზავნილი მიიტანოს. არა მხოლოდ დიპლომატიური ნოტა, როგორც პაკისტანის ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო პირი. მე ასე ვფიქრობ. მას აქვს ავტორიტეტი და სანდოობა, რომ ირანის მაღალჩინოსნებთან სერიოზული მოლაპარაკებები აწარმოოს და შემდეგ პირდაპირი კომუნიკაცია გქონდეს ტრამპთან, რათა ირანელებს ამერიკულ მხარესთან უმაღლეს დონეზე წვდომა მიმამისცეს. და მე გულისხმობ იმას, რომ ის, ხო იცით, უმაღლესი ლიდერის ახლო პირებთან შეხვედრებს მართავს. ანუ როგორ ფიქრობთ კონკრეტულად რა გზავნილს გადასცემს? გულისხმობ ჩვენგან არც ერთი არ ყოფილა იმ ზარზე, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ასეთი გზავნილი რაიმე გავლენას მოახდენს ან შეცვლის უმაღლესი ხელმძღვანელობის პოზიციას? ჩემი გაგებით გზავნილი ძალიან პირდაპირი იქნება. დიპლომატიის კარი კვლავ ღიაა, მაგრამ ეს ფანჯარა უსასრულოდ ღია არ დარჩება. ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ნაცვლად განაცხადა, რომ ირანზე ზეწოლას გააძლიერებს, მათ შორის მასშტაბური ეკონომიკური სანქციების მუხარით. ამავე დროს ასიმ მუნირის თეირანში ყოფნა აჩვენებს, რომ ის მაინც ირჩევს თეირანთან კომუნიკაციას, ამ დიპლომატიური კარის ღიად დატოვებით. მე ამას მნიშვნელოვნად ვთვლი. ეს მიანიშნებს, რომ ვაშინგტონი კვლავ მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების გზით შედეგის მიღწევა შესაძლებელია და ასიმ მუნირი ამაში მთავარი ფიგურა. მე ასე ვფიქრობ, რომ არმიის შტაბის უფროს ფელდმარშალ ასიმ მუნირს შეუძლია ეს გზავნილი თეირანს ვაშინგტონისგან ფუნდამენტურად განსხვავებული ფორმით გადასცეს. მისი მიწოდება პირდაპირ ან ომანის, ან ყატარის მეშვეობით. და მას ეს შეუძლია. მან ეს ადრეაც გააკეთა. ბოლო 4 თვის განმავლობაში ის რამდენჯერმე იყო თეირანში და შეძლო ირანელები მოლაპარაკებების მაგიდასთან დაესვა, შემდეგ კი შვეიცარიაში, სადაც ასევე გაფორმდა მათი ურთიერთგაგების მემორანდუმი, ისლამაბადის მემორანდუმიც. ასევე მას უნდა განეხილა ჰუთების თავდასხმები საუდის არაბეთზე და პაკისტანის ახალი თავდაცვის შეთანხმება საუდის არაბეთსა და თურქეთთან. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ისინი შუამავლის როლში ყოფნას? რა თქმა უნდა, რადგან პაკისტანის ურთიერთობები სწორედ ისაა, რაც პაკისტანს შუამავლის როლში უპირატესობას აძლევს. პაკისტანის ურთიერთობა საუდეთ არაბეთთან და თურქეთთან არ აზიანებს მის სანდოობას ირანთან. სინამდვილეში პირიქითაა. პაკისტანს აქვს ურთიერთობები ამ რეგიონული დაყოფის ორივე მხარეს, რომელსაც ვერც ერთი ყურის ან დასავლური აქტორი ვერ გაიმეორებს. პაკისტანს აქვს მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობა. როგორც ვამბობ, საუდის არაბეთთან და თურქეთთან, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ომის პირობებში პაკისტანმა დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირებით შეინარჩუნა ირანთანაც.
ძირითადი საკითხი, როგორც მე ვხედავ, ისაა, რომ პაკისტანს არ სჭირდება განაცხადოს თითქოს მას რაიმე ინტერესი აქვს. სანდო შუამავალს არ სჭირდება, რომ მეგობრები არ ყავდეს. მას უნდა ენდობოდნენ და პაკისტანს ამ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის ნდობა აქვს ამ ეტაპზე. ასე რომ მუნირს ნამდვილად შეუძლია ძლიერი არგუმენტი წარმოადგინოს ჰუთების შესახებაც. რადგან მას შეუძლია თეირას პირდაპირ უთხრას, რომ პაკისტანის თავდაცვითი ურთიერთობა საუდის არაბეთთან თავდაცვითი ხასიათისაა და მიზნად პარტნიორის დაცვას ისახავს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაკისტანს უფლება აქვს გახდეს ირანის წინააღმდეგ ომის ნაწილი. პაკისტანი დაიცავს საუდის არაბეთს და თურქეთს, რადგან მათთან შეთანხმება აქვს. ასე ვფიქრობ. უფრო ფართო სურათი იქნება პაკისტანის ხივა, როგორც ხიდი, რომელიც ამ კონკურენტ რეგიონულ ბლოკში ყველა ამ ქვეყანას შორის შუამავლობას შეძლებს. ვიდრე უბრალოდ ერთი ბლოკის წევრი იყოს. პაკისტანს შეუძლია ყველა ეს ქვეყანა დაახლოვოს და სწორედ ეს იქნება მუნირის როლი თეირანში. კარგი, დიდი მადლობა ყველაფრის ახსნისთვის.